ველოდებით ეს სახლში განცხადებას. მანამდე კი ჩვენი კოლეგა ბექა პატურაშვილისგან გავიგოთ თუ რა ხდება ეხლა ბრძოლის ველზე, თუმცა მანამდე ბექა შენიშნებართვით ერთ ინფორმაციას გავაცნობ ჩვენს მაყურებელს, ნატომ პირველად დაიწყო საკუთარი სწრაფი რეაგირების ძალების მობილიზება იმისთვის, რათა დაიცვას თავისი მოკავშირეები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა. მან თქვა, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც არიან ღია საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიტმება. რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის საკითხს, უკრაინა კვლავ დამოუკიდებლად ცდილობს, რომ საკუთარი ძალებით შეაკავოს რუსული აგრესია, რომელიც არის მასშტაბური და რომელიც მუდმივად ახლდება ინფორმაცია, რომ არის საკმაოდ ინტენსიური მიმდინარეობის. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მედიით, გავრცელდა სხვადასხვა სოციალური ქსელებით, ეხება ნიკოლაევს და ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს კადრები ვნახოთ პირდაპირ ეთერში. ხედავთ, რომ არის საკმაოდ მასშტაბური ხანძარი, აფეთქებები და გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია დარტყმაზე ნავთობაზაზე. ნავთობაზაზე განხორციელდა ეს იერიში და გარდა ამისა ვრცელდება ასევე ნიკოლაევიდან ინფორმაცია, რომ იწვის ერთ-ერთი პურის ქარხანა და სხვადასხვა კომერციული დაწესებულებებიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მასიური თავდასხმა განხორციელდა ამ შემთხვევაში ნიკოლაევზე და თუმცა ეს არ არის ერთადერთი, ბუნებრივია ჩვენ წინა ჩართვაში ვსაუბრობდით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კიევზე, სადაც ისმის მოწოდებები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, რომ უკრაინის დედაქალაქი ემზადება მასშტაბური თავდასხმისთვის. ამაზე საუბრობდა ცოტა ხნის წინ კიევის მერიც ვიტალი კლიჩკო და აი ეს კადრები ასახავს ბოლო მოცემულობას, რომელიც არის ახლა უკრაინის დედაქალაქში და არის აქ საუბარი იმაზე, რომ კვლავ ჩართულია საგანგაშო სიგნალი, კვლავ ისმის აფეთქებების სროლის ხმა და ეს ხდება როგორც კიევის შემოგარენში, ასევე უშუალოდ ქალაქშიც არის მსგავსი სიტუაცია. ჩვენ საუბრობდით წინა ჩართვაში ასევე საინტერესო დეტალზე. ეს არის ერთგვარი სტრატეგია აგრესორების იმისათვის, რომ მათ გაუმარტივდეთ წერტილოვანი დარტყმების განხორციელება უკრაინის დედაქალაქზე. სახურავებზე კეთდება სპეციალური მონიშნები და დღის განმავლობაში ამის პრევენციისთვისაც იყო ინფორმაცია გავრცელებული ოფიციალური, არაოფიციალური წყაროების მხრიდან, რომ აი ასეთი მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის გაანადგუროს, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ამგვარი ინციდენტების და თავდასხმების პრევენციას. აი ამაზე არის საუბარი სწორედ ამ კადრებშიც, ვინც ეს გაავრცელა, ეს არის ძირითადად ამ შემთხვევაში წყარო არის საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მედია შეზღუდულად მუშაობს. ჩვენ ხედავთ, რომ როდესაც გვერდება ჩვენი კორესპონდენტი კიევიდან, უკრაინის დედაქალაქიდან, არის ერთი პრობლემა, რომ ხშირად ფუჭდება სიგნალი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა ბოლო პერიოდში. გარდა ამისა, მედიას უჭირს მუშაობა, ბუნებრივია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან მათ ეკრძალებათ გადაადგილება და ძირითად დროს ატარებენ სპეციალურ უსაფრთხოების ეგრეთ წოდებულ ბუნკერებში. ძირითადი წყარო არის ამ შემთხვევაში უკვე ადგილობრივი მოსახლეობა, კორპუსების აივნებიდან და შენობებიდან ისინი იღებენ კადრებს და ცდილობენ, რომ საკუთარი ძალებით ამ შემთხვევაში ხელი შეუწყონ მეტ უსაფრთხოებას და ასეთ სპეციალურ მონიშნებზეც არის საუბარი. არაერთი თავდასხმა განხორციელდა, ამას დაუბრუნდებით.